მოგესალმებით პატიცეულო მაყურებლებო. დღეს ეთერშია გადაცემა ჩვენი სამყარო. ეს არის რიგით მეორე გადაცემა. დღევანდელი გადაცემის თემა არის ანდაზები. გადაცემის სტუმარია ბატონი გია ჯანდიერი. მოგესალმებით. სანამ ბატონ გიას გადავცემ სიტყვას, მანამდე რამდენიმე სიტყვით მინდა გითხრათ თუ რა ვფიქრობ ამ საკითხზე და როგორ უყურებ და შემდეგ ბატონი გია უფრო დეტალურად განიხილავს რამდენიმე მაგალითს მოიყვანს. ჩვენ ადამიანებს, როდესაც ამ სამყაროში მოვდივართ და ვიწყებთ ცხოვრებას, ერთი განსაკუთრებული თვისება რაც გვაქვს და საშუალება ეს არის ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ ერთმანეთს ინფორმაციას გადავცემთ და ეს არის ზუსტად ის უდიდესი ძალა, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას ფლობდეს და გავრცელებული იყოს მთელს დედამიწაზე. ინფორმაციის გადაცემის ბევრი სხვადასხვანაირი გზა არსებობს. მათ შორის ჩვენ წინაზეც განვიხილეთ მითები, შეიძლება იყოს ლეგენდები, ზღაპრები, იგავები და პლუს კიდე ისეთი მოკლე ხარტი გამონათქვამები, როგორიც არის ანდაზები, აფორიზმები და ხარტულები. შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ ზოგმა თქვას, რომ მოცემული რაღაცა გამოთქვა არასწორია, არ შეესაბამება სინამდვილეს და ასე შემდეგ, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა ერთ რამეს, რომ ყველა ნათქვამ ფრაზას უნდა სწორად გაგება, ისევე როგორც კარგ თქმელს უნდა კარგი გამგონი, ასევე კარგად ნათქვამს უნდა სწორად გაგება. სანამ სხვა მაგალითებზე გადავიდეთ, მინდა დღეს შესავლად გავაკეთო, ასე ვთქვათ, ერთი გამონათქვამის მცირე ანალიზი, ეს არის გამონათქვამი ხალხი ბრძენია. ამ გამონათქვამს თუ პირდაპირ გავიგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არასწორია, როგორ შეიძლება თუ ხალხი ბრძენია, როგორ შეიძლება და იმ ბრძენ ხალხს დაუშვათ აერჩია თავის დროზე ჰიტლერი ხელისუფლებაში. მაგრამ ეს მიდგომა და ასე გაგება ამ გამონათქვამის უბრალოდ არასწორია, იმიტომ რომ არ შეესაბამება საყოველთაო არჩევნების თემას. სინამდვილეში ხალხი ბრძენია სხვა რამეს ნიშნავს. ხალხი ბრძენია ნიშნავს ის, რომ ხალხში განფენილია უდიდესი ცოდნა, რომელიც არც ერთ ცენტრალურ გეგმავს არ შეუძლია ჰქონდეს და მხოლოდ ხალხს ერთობლიობაში და სათითაოდ აქვს რაღაცა ისეთი ცოდნა, რომელიც აქტივობაში მოდის მათი თავისუფლებაში ყოფნის დროს. ანუ ცოდნა არის ხალხში გავრცობილი, მაგრამ არც ერთ კონკრეტულ ინდივიდში არ არის. და თითოეული ინდივიდი მოქმედებს ამ ცოდნის გათვალისწინებით, იმიტომ რომ თუ თავისუფლების პირობებში ამ ცოდნას არ გაითვალისწინებს, ის თვითონ დაზარალდება. რაც ასე არ ხდება საყოველთაო არჩევნების პირობებში და ეს კიდე ცალკე საკითხია, რომელიც შემდეგ გადაცემებში შეიძლება განვიხილოთ. მოდი დღეს ახლა დაუბრუნდეთ ჩვენს სტუმარს და ბატონი გია გვეტყვის თავის აზრს თუ რომელი ანდაზებია გამორჩეული და რომელი ანდაზებია ყურადღება მისაქცევი დღევანდელი ჩვენი ვითარებიდან გამომდინარე. დიდი მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღების გამოჩენისთვის. საიდან მოვიდი აქამდე რომ ქართული ანდაზების ეკონომიკური შინაარსი და შინაარსმა დამაინტერესა. რამდენიმე ფაქტორი იყო, ერთი მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ მეუბნებოდი მაგაზე და ერთი იყო მაგალითად ილია ჭავჭავაძის მოსაზრებების წაკითხვა, რომელმაც ასე ვთქვათ, რომელიც ჩემთვის დადებითი სურპრიზი იყო, რომ კაცილებით უფრო დიდი მოღვაწე მგონია დღეს ილია ჭავჭავაძე ვიდრე 20 წლის წინ მეგონა თუ 30 წლის წინ მეგონა, 50 წლის წინ მეგონა. მაშინ არ ვიცნობდით უბრალოდ ილია ჭავჭავაძე არა მარტო რუსეთის იმპერიაში გამორჩეული მოაზროვნე იყო, არამედ დარწმუნებული იყო, რომ ევროპისთვის დიდი მოაზროვნე იყო, ევროპის დონის. მაგრამ იყო ასევე სხვა თქვათ ჩემი პირადი გამოცდილება, რომელმაც მიმიყვანა აქამდე. მაგალითად მე ყოველთვის ვცდილობდი რომ დამენახა საიდან წარმოიშვა ეთიკური ნორმები. ფრიდრიხ ჰაიეკი გვასწავლიდა რომ ეს ადამიანის აზროვნების შედეგი არ არის, არამედ ადამიანის მოქმედების შედეგია. და მეც ამ გზას როდესაც დავადექი, მივედი იმ დასკვნამდე რომ ეთიკური ნორმები საქართველოში ძალიან ძლიერი იყო
რევოლუციამდე, ასე ვთქვათ. და ეს იყო დიდი გამოცდილების შედეგი, ადამიანების ურთიერთქმედების, ადამიანების ურთიერთობების შედეგი, რაც ჩაითვალა სწორ ნორმებად, ის იქცა მერე ეთიკურ ნორმებად. და შემდგომში საბჭოთა კავშირის დროს ეს ნორმები წყალმა წაიღო, ასე ვთქვათ, პირიქით ვისაც აწუხებდა ალბათ სჭირდნენ იმ ადამიანებს უმეტესწილად, აი აქ მაგალითად ვიტყვი რომ შეცდომა იმის ფიქრი რომ საბჭოთა კავშირში კონკრეტულად საქართველოში რეპრესიები 30-იან წლების მეორე ნახევარში დაიწყო, არა მაშინ დამთავრდა რეპრესიები დაიწყო გასაბჭოებიდან დაწყებული და ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიები, ეს იყო პირველ რიგში რეპრესიები მესაკუთრეთა წინააღმდეგ, არისტოკრატიის წინააღმდეგ და შემდგომში ამან გამოიწვია სწორედ ეთიკური სიტუაციის დაღმასვლა. ახალი ეთიკა, კომუნისტური ეთიკა არ მუშაობდა და ძველი ეთიკა ნელ-ნელა დაიკარგა, იმიტომ რომ აღარც ეთიკური ლიდერები, როგორც იყვნენ ბიზნესმენები და არისტოკრატია აღარც ისინი არსებობდნენ და აღარც გარემო, რაშიც ეთიკური ნორმები გჭირდება ზოგადად. ამ აზრებთან დაკავშირება ჩემი შემდგომში აისახა იმაში, რომ გავიცანი ამერიკელი მოაზროვნეები, ისეთი როგორც არის თქვა დიედრე მაკლოსკი, რომელიც ხშირად წერს წიგნები აქვს ზუსტად ასეთივე თემებზე გამოქვეყნებული და ასევე ედვარდ სტრინგჰემი, რომელსაც ასევე ძალიან დაინტერესებული არის ასეთი საკითხებით. და ჩვენ დისკუსია ამ ადამიანებთან იყო საინტერესო ამ კუთხით, რომ ვცდილობთ რომ დავგინახო უკან როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მათ შორის ეკონომიკური აზროვნება როგორც წარმოიშვა, ეს არ არის ცხადია უბრალოდ ეკონომიკური მეცნიერების დამსახურება, მათი როლი დიდია. ანუ ეკონომიკური აზროვნება ბევრად ადრე იყო, ვიდრე თვითონ ეკონომიკური მეცნიერება. მათი როლი ეკონომისტების იყო დადებითი როლი იმაში იყო, რომ ის არსებული გამოცდილება თუ ცოდნა, რაც დაგროვილი იყო მრავალი საუკუნეების თუ ათასწლეულების განმავლობაში, მათ მოაწესრიგეს და გითხრეს, რომ ეს არის პრინციპები, სწორი პრინციპები ეკონომიკა როგორ მუშაობს. თუმცა ეკონომისტებს შორის არსებობს უამრავი, ალბათ უმრავლესობა ისეთი, რომელსაც ამ პრინციპების საერთოდ არ ჯერავს და უფრო მათემატიკურ და სტატისტიკურ მხარეს ანიჭებენ უპირატესობას ეკონომიკურ ხედვაში. მაგრამ თუ ჩვენ ეკონომიკას დავინახოთ როგორც ადამიანების ურთიერთობების რაღაცა პრინციპების ნაკრებს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და მაშინ დავინახოთ რომ ყველაფერი მე-19 საუკუნეში არ დაწყებულა, არც ადამ სმითით დაწყებულა და არც ესპანელი სქოლასტიკოსების და რა თქმა უნდა, საქართველოს არ გამოირჩეოდა დანარჩენი სამყაროსაგან და ეკონომიკური აზროვნება საქართველოშიც იყო. ამ დასკვნებით მივედი იქამდე, რომ უცებ აღმოაჩინე, რომ სხვანაირად შეიძლება წაკითხვა ქართული ანდაზების. აი ეს იყო რამაც მიმიყვანა. მე შემდგომში წავიკითხე ბევრი და შევეცადე რომ გამეცხრილა რომ ყველაფერი საკითხს დიდ დროს მოითხოვს და ვაპირებ რომ გავაგზავნე საქმიანობა, მათ შორის მაინტერესებს რომ მეგრული ანდაზებიც გავითვალისწინო, მაგრამ საინტერესო რაც აღმოაჩინე ის იყო რომ ბევრი ეკონომიკური პრინციპი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან უფრო ადრეც მე-18 საუკუნიდან ჩამოყალიბდა სხვადასხვა ნაშრომებში, სხვადასხვა გენიალური მოაზროვნეების მიერ ეს ბევრი რაღაცა ცნობილი იყო. ყოველ შემთხვევაში ქართული ანდაზები, რომელიც შეკრებილია მე-20 საუკუნის დასაწყისში თედო სახოკიას მიერ, მაგალითად, იმიტომ რომ ხვებიც აგროვებდნენ ამას, აჩვენებს იმას, რომ ქართული ეკონომიკური აზროვნება აცხადი არსებობდა მანამდეც, ვიდრე ეს ვიღაცა მოაწესრიგა და გადმოგვცა სხვადასხვა წიგნებში. მათ შორის ძნელი იყო, რა თქმა უნდა, პირდაპირ სახელის დარქმევა რაღაცების, მაგრამ ეს იყო სწორედ საინტერესო, რომ დავინახოთ თითოეული ანდაზის უკან რა აზრი არსებობს და რამ შეიძლება შექმნა ასეთი ანდაზის
არსებობის საჭიროება, ასე ვთქვათ, რომ ხალხმა დაიჯერა, რომ ეს არის სიბრძნე, სწორედ ის ხალხური სიბრძნე, რომელზეც ამოვდით. ანუ ესე იგი ხალხური სიბრძნე გადმოცემული ანდაზებში მიანიშნებს იმას, რომ საქართველოში არა მარტო ეკონომიკური აზროვნება ჩამოყალიბებული იყო რა დონეზე, არამედ ის რომ საქართველოში ეკონომიკაც არსებობდა, საქართველოში ეკონომიკური ბიზნეს ურთიერთობები არსებობდა და ადამიანები ნელ-ნელა აყალიბებდნენ რა იყო სწორი ურთიერთობების ფორმები და რა იყო არასწორი და რა იყო მნიშვნელოვანი იმისათვის რომ სოფელი გაძლიერებული იყო, ასე ვთქვათ. და რა პრინციპებზე შეიძლება რა პრინციპების დაცვით შეიძლება ამ სოფლის გაძლიერება. ამ კუთხით მე შევარჩიე 100 მეტი მაგალითები ხო 100 ანდაზას ნამდვილად ვერ მოვასწრებთ. 100 მეტი ანდაზა, მაგრამ მე მოვაწესრიგებ ეკონომიკური პრინციპების მიხედვით და დღეს სადღაც 20-მდე ანდაზა კი მოვიტანე, მაგრამ ყველას განხილვა ცხადია გავგიჭირდება. მაგრამ აი მაგალითად შემოგთავაზებთ ისეთ რა ის არა ჯგუფები გაქვს გამოყოფილი კანდიდატები დაჯგუფებული ხო გაქვს? ხო, კი, ჯგუფებად რო ავიღოთ საერთოობის ტრაგედია, რომელიც მე-19 საუკუნიდან არსებობს ასეთი მიდგომა, რომ რაც საერთოა ყველაფერი ცუდად მუშაობს, ასე ვთქვათ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ვთქვათ. ხო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენ რომ გვასწავლიდნენ utopia-ს, ეს იყო კომუნისტური ვთქვათ იდეოლოგიის დასაწყისი დოკუმენტი. utopia-ში ეს კითხვა დასმულია, თუ ყველაფერი საერთოა, მაშინ როგორ შეიძლება საზოგადოება წინ წავიდეს, ასე ვთქვათ. ის utopia კითხვა პასუხის წესით არის, როგორც ძველი ბერძნული ფილოსოფია. მაგრამ არის წმინდა ანტრეპრენერული, ანუ სამეწარმეო ტიპის ბიზნესის ტიპის ანდაზები, არის კონკურენციაზე ანდაზები, დაზოგოაზე და ინვესტიციაზე, არის ასევე განათლებაზე, განათლების ეკონომიკურ როლზე, მოთხოვნა და მიწოდება, საიდან იწყება ნებისმიერი ეკონომიკური ცოდნა, ხო? რაც ნიშნავს მოთხოვნა და მიწოდება და როგორ მუშაობს ეს. ახლა რაც ჩამოთვალე იქიდან განათლების გარდა ყველა უფრო ეკონომიკური შინაარსის არის თუ არ გამომჩა რამე და შრომის განაწილება და სპეციალიზაცია, გაცვლა და თანამშრომლობა, ბიზნეს ეთიკა, ძალიან ბევრი ანდაზა გვაქვს ამაზე. ის რაც ჩანს და ის რაც არ ჩანს, როგორც ფრედერიკ ბასტია გითხრა, რომ როდესაც რაღაცაზე ფიქრობ, აუცილებლად უნდა დაინახო რასაც ხედავ, რაც გესმის, მაგრამ ასევე უნდა შეიძლება დაინახო რა შედეგები მოყვება და ის რაც ჯერ არ ვთქვა, ჩვენთვის წარმოიდგინო, რა შეიძლება მოყვეს, ხო? ეს დღევანდელ სოფლიოში სხვა სახელითაც არსებობს, მაგალითად cost and benefit ანალიზი, რომელიც არის დანახარჯის და სარგებლის ანალიზი, ხო? და ასევე გრძელვადიანი და მოკლევადიანი აზროვნება მოტივაციის მნიშვნელობაზე, უფასო სადილი რომ არ არსებობს და ვიღაცა ყოველთვის იხდის, მაგალითად ალტერნატიული დანახარჯი, ეს უკვე ღრმა თეორიული საკითხები არის, სუბიექტური ღირებულება ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი არის. სრული სარგებლიანობა, რომელიც ყოველდღიურად ჩვენ გვხვდება, მაგრამ არ ვაქცევთ ყურადღებას და ძალიან ესეთი სერიოზულად თეორიზებული საკითხია, მაგრამ რეალურად უფრო პრაქტიკულიც არის. ანდაზების გვაჩვენებს მაგას. მასშტაბის ეკონომია, ვაჭრობის თავისუფლება და ბოლოს აი ხლა მე რაც დღეს მოვიტანე, ასე ვთქვათ, საკითხები და ბოლოს თავდება იმითი, რომ ყოველთვის იცოდნენ, რომ ფული იყო ოქრო. ყოველთვის იცოდნენ. მრავალი ათას წლების განმავლობაში ყველა ხვდებოდა, რომ ოქრო იყო ყველაზე სწორი გაცვლის საშუალება. საინტერესო ყველაფერს ჯობია. იმდენ ჯგუფი ჩამოვთვალეთ, ახლა ყველადან თითოს განხილვასაც ვერ მოვასწრებთ, ამიტომ ალბათ 2-3 ჯგუფი ავარჩიოთ და თითო 1-2 ანდაზა განვიხილოთ იქიდან და გავაკეთოთ იმ ანდაზის ინტერპრეტაცია, ალბათ ასე ჯობია. ხო, მაგალითად, რაც მე
წარმომიდგენია რომ შესაძლებელი არის საქართველოში აზროვნება, ანუ შესაძლებელი რა კუთხით რომ დავბრუნდეთ სწორ აზროვნებაზე, იმიტომ რომ ბოლშევიკებამდე უნდა ითქვას რომ ჩვენ დარწმუნებული ვარ ამაში რომ აზროვნება სწორი იყო ამ მიმართულებით და ეს ანდაზებიც აჩვენებს. მაგალითად საერთოობის ტრაგედია იმას ნიშნავს რომ თუ რაიმე საერთო არის, ყველა ცდილობს რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ის და ასევე არ გაუფრთხილდეს, ხო? და ასეთი ანდაზები ჩვენ რამდენიმე გვაქვს, აი მაგალითად წავიკითხო 9 ძიძის ხელში ბავშვი შიმშილით მოკვდაო. საზიარო ფეტვი ჩიტმა შეჭამაო. მოჭამაო. ზიარი ძროხამ გელმა შეჭამაო. აი თქვა არც ერთმა პატრონმა მიხედა, არც მეორემ და ანუ როდესაც ზიარი ძროხა იყო ყველა ფიქრობდა რომ სხვა მიხედავს ეს. მაგრამ ამისი მაგალითები ჩვენ ცხოვრებაში ბევრია. საბჭოთა კავშირში კიდევ უფრო საბჭოთა კავშირის პირობებში კიდევ უფრო ბევრი იყო, ნელ-ნელა ვსწავლობთ ამას, რომ ასე ქცევა არ შეიძლება. აი მაგალითად სადარბაზოს მოვლის საკითხი დღემდე ცნობილი მაგალითია. რომ სადარბაზოს მოვლა მაინდა-მაინც არავის არ უყვარს. თავის სპინები ყველა სუფთა ქონდა ხოლმე საბჭოთა კავშირის დროს და სადარბაზო ყოველთვის მიგდებული იყო. ეს მე აღმოაჩინე რომ ქართული ფენომენი საერთოდ არ არის და კმაყოფილი ვარ მაგითი რომ მასეც ვფიქრობდი და აღმოაჩინე რომ მაგალითად ისეთი ხალხიც კი როგორც გერმანელები არიან აღმოჩნდა რომ ნორმალური ხალხია და როგორც კი ჩააგდეს იგივე პირობებში რაშიც ქართველები GDR-ში კონკრეტულად იგივენაირად მოულელი ქონდათ სადარბაზოები აღმოსავლეთ ბერლინში, სადაც ნაყოფი რა, რაც უფრო შესახვიდეთ ბერლინი, ალბათ უფრო უარესიც შეიძლება დაგვხედროთ. ახლა რა თქმა უნდა, იქ უფრო ნაკლები დრო იყვნენ გერმანელები და ბევრი სხვა გერმანელები არ ბოლშევიკები ალბათ. გერმანელები ნაკლები დრო იყვნენ კომუნისტურ სისტემაში და ასევე მაგალითად ესტონელებიც და ლიეტოველებიც, ლატვიელებიც, თქვათ, უნგრელები თუ ისა, ამიტომ ჩვენ მეტი ზიანი მივიღეთ ამ საერთო და საერთო სახელმწიფო საკუთრების არსებობით. ეს დღევანდელ პირობებში ჩვენ გვეუბნება იმას, რომ წარმოდგენები და ილუზიები იმის შესახებ სახელმწიფო რაიმეს კარგად მოუვლის თან ჩვენი სახელით ხდება ეს, ხო? ეს არის ისევ ის მცდარი გზა ყოველთვის, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მას ექნება სურვილი რომ ის საერთო საკუთრება გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და აქედან მივიღებთ რომ ის იქნება ყოველთვის არა ეფექტიანად გამოყენებული ის ქონება, რომელიც გადაცემული აქვს სახელმწიფოს, მაგალითად ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მიწა დღემდე, მიწის უდიდესი ნაწილი დღემდე სახელმწიფოს ხელშია და შედეგად არასარგებლიანად არის ის დატვირთული და შედეგად ის გვაქვს, რომ ღარიბები ვართ. რაც მეტი მიწა გადავა კერძო ხელში, ცხადია, რომ მას მეტი ფასიც დაედება და მეტი სარგებელიც ექნება ამ მიწას. ბოლო ხანებში ჩვენ ნახეთ რომ მთავრობაშიც კი საუბრობენ იმაზე რომ თითქოს სახელმწიფო საწარმოებს რამე უნდა მოუხერხონ, მაგრამ თუ თავიდან არ ამოვიდეთ იმას რომ სახელმწიფო საწარმოო რამე დასაშვებია რამე თვალსაზრისით მაშინ ყოველთვის გვექნება ეს რომ საერთო საზიარო საკუთრება, სახელმწიფო საკუთრება არის საზიარო საკუთრება ის სახელმწიფო ჩვენ ვართ, ხო, მთავრობა ხო არ არის ეს სახელმწიფო საკუთრება ჩვენთვის ნათქვამი აქვს რომ ჩვენია სულ ყველასი, მაგრამ რაღაც სულ ყველასია და არავისია სინამდვილეში, იმიტომაც მისი მოვლა გაცილებთ უფრო გაძლელებული არის. აი წევან ვახსენე მაგალითად ისეთი ნიშნულოვანი საკითხი როგორც განათლება არის და განათლება შეიძლება ბევრი თვალითაც შეხედო, მაგრამ ჩემი აზრით როგორც ეკონომისტის აზრით მე ვფიქრობ რომ განათლების თავი დანიშნულება არის რომ ცოდნა მივიღოთ განათლება პროცესი ეს განათლება ის არ არის რაიმე საგანი ეს არ არის რაიმე თქვათ ქონება ეს არის პროცესი ხო განათლების საშუალებით უნდა მივიღოთ ცოდნა ისეთ ცოდნა უნდა მივიღოთ რომელსაც გამოყენებადი ცნობა უნდა გამოყენებადია და შეგვიძლია გამოყენებადი აი როგორც ილია ჭავჭავაძის ესმოდა ილია ჭავჭავაძის 1892 წლის
ერთ-ერთი სტატია რომ წაიკითხოთ ღვინოზე, იმიტომ რომ ბევრი სტატია აქვს ღვინოზე, იქ ამბობს რომ ღვინო თუ არ გახდა საბაზრო საქონელი, ჩვენ წარმატება არ გვექნება და ამბობდა ზუსტად რასაც გულისხმობდა, მაგალითად რომ ღვინოს რო ჩაასხო ბოთლში, რამდენ ხანს გაძლევს, ტრანსპორტირებას გაუძლებს თუ არა და ასე შემდეგ. და ასე არის განათლებას თუ გაქვს ისეთი რომელიც ტრანსპორტირებასაც გაუძლებს და დროსაც გაუძლებს, ეს არის განათლება და ეს არის ცოდნა. ცოდნა თუ გაქვს ბაზრის შესაბამისი, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, მაშინ შენ შეგიძლია კონკურენციაში შეხვიდე ნებისმიერ სამყაროსთან, ხო? ამიტომ მე ამას შემოგთავაზებთ ამ საკითხზე ისეთ ანდაზებს, როგორც არის მაგალითად, რა თქმა უნდა, თავიდან ძნელი ის არის, აღსაქმელი ასეთი არის, მაგრამ ცოდნას ფულზედაც დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია. ამაზე კარგად გამოხატული ცოდნის ფასი წარმოუდგენელია, მაგრამ ცოდნა არ არის ის, რასაც ჩვენს გარშემო ხედავთ. დღესდღეობით ეს რასაც განათლების სისტემა უზრუნველყოფს, ეს არის პრეტენზია ცოდნას და არა რეალური ცოდნა. აი ცოდნა მაშინ იქნება ის თუ ამ ცოდნის საშუალებით წარმატებასაც მიაღწევ. და თუ ამ ცოდნის საშუალებით წარმატებას ვერ აღწევ, მაშინ სუმცირე რაც ხდება, მე ვფიქრობ, ის არის რომ ფული ინვესტიცია მიდის იქ, სადაც ცოდნა წარმატებას იძლევა. აი მაგალითად თუ ჩვენ ცოდნით ვერ ვაჯობეთ თუნდაც ჩვენ მეზობლებს, ფული წავა იქ. ხადია. და სხვა ქვეყანაში წავა ფული. ამიტომ ცოდნის ხარისხი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ანუ მისი საბაზრო ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს ბაზრის მოთხოვნებს და არა უბრალოდ ცოდნა გაქვს, რომელიც არ იცი რაში გამოიყენო და ზიხარ შენთვის სახში და ფიქრობ, რომ ოდესღაც ვიღაცა მოგაგითხავს, რომ შენ ეს ძალიან საინტერესოა, თუ მოგიკვლევია, როდინდელი შეიძლება იყოს ეს გამოთქმა, სად არის დაფიქსირებული. ხო, აი ეგ თქვი თავიდანვე მე რომ ეს თქვა გამოთქმები, ეს ანდაზები შეკრებილია მე-20 საუკუნის დასაწყისში. ხო. შესაბამისად იმ დროს ამდენ თეორიული ცოდნა ეკონომიკური ასეთ საკითხებზე, ამ მრავალ საკითხებზე არ არსებობდა იგივე არა, შეკრებილი კი არის, მაგრამ თვითონ განდაზები ბევრად ძველია სინამდვილეში. ის ხალხი მიცე შეკრება ცოცხალი აღარ არის და ძნელია და სოფელ დადიოდნენ და ასე იმის პასუხათაც ეს რომ თარგმნილი ხო არ არის, ხანდახან შეიძლება იფიქრო თარგმნილი არის, მაგრამ სოფელ რა თარგმნილი ანდაზები უნდა დახვედრო და თედოს ახობიეს მაგალითად. ის დადიოდა და აგროვებდა და აღმოაჩინა უამრავი ასეთი მოსაზრება. ასევე ერთ-ერთი საინტერესო ხედვა ამისი უნდა იყოს ის ანდაზების, რომ ხანდახან კითხულობდა სხვა რამეზე გონია და სინამდვილეში სხვა რამეზე არის ეს ანდაზები. აი მაგალითად შრომის განაწილების და სპეციალიზაციის ნაწილში ბევრი ანდაზა გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთი არის ასეთი ღომის ჭამასაც ცოდნა უნდაო. არსებობს ჭადის ჭამასაც ცოდნა უნდა. და ერთი შეხედვით შეიძლება ღომზე და ჭადზე კონდეს აქცენტი, მაგრამ სინამდვილეში ამას ერთი ადამიანი მეორეს რომ ეუბნება რომ მაგ საქმეს კი არა, რომელსაც ვერ აკეთებ ახლა შენ. ღომის და ჭადის ჭამასაც კი ცოდნა უნდა. ანუ აქ ფაქტია რომ ერთი ადამიანი მეორეს ესაუბრება იმაზე, რომ ის ვერ აკეთებს რაღაცას. და ეს ეუბნება რომ ადვილი იყოს ჯობია ვინც იცის იმას გააკეთებინო ვიდრე ხო აი მაგალითად კიდევ ერთი ანდაზა არის ჯობს ერთი ხელობა იცოდე კარგად ვიდრე 10 ცუდად ძალიან მაგარია ხო ანუ ეს ყველაფერი მიანიშნებს რომ ადამ სმითმა კი აღმოაჩინა ეს ანუ კი არ აღმოაჩინა აღმოაჩინა და დაწერა თავის ნაწარმოებში ხალხთა სიმდიდრე შემოკლებით ასე ქვია წიგნს შრომის განაწილების შესახებ პრინციპი აღწერა იქ როგორ ხდება მაგრამ ეს არ მგონია რომ ადამ სმითი ქონდა წაკითხული ვიღაცა სოფელში ვინცაც თებსახელია ალბათ ბევრად უძველია ეს გამოთქმა ვიდრე კი რა თქმა უნდა ადამ სმითმაც იგივე გააკეთა ალბათ რომ შეაგროვა ესეთ მოსაზრებები და მიხვდა რომელი იყო სწორი და ამ თედოს სახოკია იყო ყოველგვარი დაკნინების გარეშე ადამ სმითმა უზარმაზარი საქმე გააკეთა რა თქმა უნდა და
ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მე არ ვარ იმის მხრივ თქვა, რომ სხვა ქვეყნებს, სხვა ერებს არ აქვთ ასეთი ანდაზები, დარწმუნებულია პარალელური ანდაზები, ბევრი პარალელური ანდაზა არსებობს, ამ ჩვენი ანდაზების, მაგრამ თავარი საკითხი მაინც ის არის, რომ ეს ანდაზები წარმოიშვა ურთიერთქმედებისას, ბევრი ურთიერთქმედების და ურთიერთგაცვლის შედეგად მიხვდა ადამიანი და თქვა ასეთი რაღაცა, რომ ჯობს ერთი რაღაცა იცოდე კარგად, ვიდრე 10 ეპოტინებოდე, ხო, ასე თქვათ. არსებობს კიდევ უფრო საინტერესო მიგნებებიც, რომელიც მე წევანაც ვქვი. აი მაგალითად, როდესაც მილტონ ფრიდმენმა დაიჭირა ეს ფრაზა და თავის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ იმათ წარმოაჩინა, რომ უფასო სადილი არ არსებობს, ხო? ქართულად არსებობს რამდენიმე ანდაზა ამ უფასო სადილის შესახებ, რომ მაგალითად რეგვენს ნაჩუქარი მუქთი ეგონაო, ეს იმას ნიშნავს, რომ მუქთი არ არის არაფერი სინამდვილეში, ყველაფერი ვიღაცამ შექმნა, ვიღაცამ შეაგროვა და ვარიანტია, ანუ ვიღაცამ გულმოწყალება გამოიჩინა, ან რაღაცაში ჭირდებოდა, რომ აჩუქა იმ რეგვენს. მე და უფრო რთული რაღაცებიც კი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდში ეს გაგონილიც კი არავის არ ქონებდა, რა აკრძალული იყო ელემენტარულად უცხოური ეკონომიკური ლიტერატურა, მაგრამ იქ წარმოიშვა ესეთი თქვა ტერმინოლოგია, როგორც ეს ალტერნატიული დანახარჯი, ანუ ღირებულება სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვანაირად იყენებენ. ისე განმარტება ჯობია გავაკეთოთ მაყურებლის მაგრამ ეს ანდაზე კარგად გამარტავს და მე არ მინდა მაგალითად ესეთ რაღაცა რასაც ნიშნავს ეს ალტერნატიული დანახარჯი სინამდვილეში ამ ანდაზაში კარგად ჩანს. იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო. ანუ ანდაზა პირდაპირ გვეუბნება, რომ შენ შეიძლება იაფის ძიებაში იყიდო იაფი, მაგრამ მე ძვირი დაგიჯდეს. აი მაგალითად იყიდო რუსული ავტომობილი, რომელიც არ გამოდგება მერე, მაგრამ გეგონას რომ იაფად ვიყიდე ეს რუსული ავტომობილი. აი 90-იან წლებში ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც კი გამოჩნდა გერმანული ავტომობილები, მაშინ გერმანიიდან ჩამოდიოდა მხოლოდ ეს ავტომობილები, უამრავი ადამიანი უსიტყვოდ გადაჯდა გერმანულ ავტომობილებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ მოძებდა ამ ნახმარ გერმანულ ავტომობილებს მიწოდება თქვა ნაწილების და ასევე სერვისების, ხო და ის საბჭოთა ავტომობილები თითქოს იაფიც იყო, თითქოს ნაწილებიც იშოვებოდა და იაფი იყო და მოსახურებაც ვიცოდით, მაგრამ აი ამ ანდაზამ იმუშავა მაშინ ყოველდღიურად კი არ ისმენენ ამ ანდაზას, მაგრამ ყველა ხვდებოდა რომ იაფი ყველაზე ძვირად უჯდებოდა, ამიტომ იფიქრეს რომ ჯობდა ცოტა ძვირი გადაიხადათ და უკეთეს ავტომობილებზე გადამსხდარიყვნენ, რომელიც ყოველდღე გაკეთება არ დაჭირდებოდა. ასეთია. ეს როცა ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრინციპზე ეკონომიკა აღარ ისწავლება დღეს ამის გარეშე. მეორე პრინციპი არის სუბიექტური ღირებულება, რომელიც უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაკნინებული ტიპის არგუმენტი იყო ეკონომიკაში, იმის გამო, რომ კარლ მარქსმა მიაჩვია ხალხი, რომ მათ შორის ბევრი ეკონომისტი ალბათ დღემდე ასე ფიქრობს, რომ ყველაფრის ღირებულება შრომით განისაზღვრება. იმავე დროულად, როდესაც კარლ მარქსმა ეს ვთქვათ, წამოაყენა ეს თეზისი, თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველი არ იყო ეს მან ეს თეზისი საკდა სოფლიოს მოძდოთ, რომ მანამდე კლასიკური ეკონომიკის მიმდევრები, მათ შორის ადამ სმითის ერთ-ერთ ცოდვად ეგეც ითვლება, რომ ისიც თვლიდა, რომ შრომა განსაზღვრავს ღირებულებას, მაგრამ მე შემდგომში კარლ მენგერმა და ავსტრიული სკოლის მიმდევრებმა
დაადგინეს, რომ ეს შრომითი ღირებულება არასწორი პრინციპია და არსებობს მხოლოდ სუბიექტური ღირებულება ნებისმიერი საქონლის, ნივთის თუ შრომის მაგალითად ხო და საქართველოშიც არსებობს რამდენიმე ძალიან კაფიო ანდაზა მიმართულებით მაგალითად ანაღლე ბრმას სანთლის სიძვირეო რომელიც პირდაპირ ამბობს რომ ახლა უსინათლო ადამიანისთვის სანთელი იაფია თუ ძვირი საერთოდ არ წარმოადგენს არავითარ ღირებულებას მისთვის სანთელი ხო? მნიშვნელობას არ წარმოადგენს. ხო, ასევე მაგალითად ვისაც ვინ უყვარს იმის ლამაზიც ის არის, ანუ შეიძლება ადამიანს მოწონდეს ერთი მეორე ადამიანი და ფიქრობდეს ის არის ლამაზი და სხვა კიდევ უნებოდეს არა ეგ როგორ არის ლამაზი აგერ ქვეყანა სხვა უფრო ლამაზებიც არსებობს და არა ჩემთვის ლამაზი ეს არის და ჩემი სუბიექტური ხედვით ეს არის რა თქმა უნდა ადამიანის ყოველთვის სუბიექტური აი ეს ანდაზა რო არის გემოვნებაზე არ დაუბენო ეგეთ სუბიექტური ღირებულების აღიარება კი რა თქმა უნდა მე არ მოვიდა მაგას ყველაზე ხშირად ამბობენ დღეს ხო და მარტო გემოვნებას არ უკავშირდება ეგ სხვათა შორის და კიდევ ერთი მარილი ზოგჯერ ოქროსზე ძვირფასია შეიძლება ეს ანდაზა პირდაპირ კლასიკურ ნიმუშად განვიხილოთ და შევიტანოთ კიდევაც ეკონომიკის სახელმძღვანელოებში, იმიტომ რომ ეკონომიკის სახელმძღვანელოებში ასეთი ტიპიური მაგალითები მოყავთ, რა მაგალითად უდაბნოში წყალი უფრო ძვირფასია თუ მარგალიტი ან თქვათ ბრილიანტი, რა თქმა უნდა წყალი უფრო ძვირფასია, ამიტომ ადამიანისთვის აი მაგალითად კარგად გაიგოს მსმენელმა კიდე ოქრო ღირს ბაზარზე დღეს 1 უნცია $3,300 დაახლოებით $100 გრამზე ხო და შენ რომ იპოვო ვთქვათ ბაჯაყლო ოქრო სადღაც თაში და ვიღაცამ გითხრას რომ შენ მაღაზია შრომა არ გაგიწევია ამიტომ მისი ფასი ნულია სისულელე არ გამოვა შრომა არ გამიწევია ნულია მისი ფასი რა ღირს, რაც ღირს, ის ღირს, რაც ბაზარზე ღირს. რამისას გადამიხდით, ვისაც ჩაუვარდი. სუბიექტური შელობით არის ესა, რომ ვიღაც ხალხს ვინც დაინტერესებული ოქროთი დღეს ასეთი ფასი დაადეს მათ, რომ ასე უღირთ ოქრო. და ასევე უფრო რთულ იმაშიც კი შეიძლება დავინახოთ ცოდნა ეკონომიკური, როგორც მე წავთქვი ამ პრინციპს, სრული სარგებლიანობის პრინციპს მაინდამაც ყოველდღიურად არ ვაფასებთ, თუმცა ყოველთვის ასე ვიქცევით ადამიანები, მაგრამ ამაზეც ჩვენ ძველი ანდაზები გვაქვს, მაგალითად ისეთი როგორც არის ერთ ხვარსაც მწყემსი სჭირდება და 1000-საცო. ასევე ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება. ჯერის მოკლებას, უკაცრავად, ლუკმის მოკლებას ჯობიაო. ასეთი ანდაზები პირდაპირ მიუთითებს, რომ ადამიანს წარმოდგენა ქონდეთ ამ პრინციპებზე. და ბოლოს თუ კიდევ გვაქვს დრო, არ ვიცი. 3-4 თუთი კიდევ გვაქვს. მაგალითად ისეთი მნიშვნელობის საკითხებზე, როგორც არის მასშტაბის ეკონომია, რომელიც ხშირად ავიწყდება ხალხს მაგალითად, რატომ დებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მეტ ინვესტიციას, ვიდრე თქვათ ინდოეთში. იმიტომ რომ ჩინეთში ცოტათი უფრო უკეთესი პირობებია ბიზნესისთვის, მაგრამ რატო დებენ ჩინეთში და არა საქართველოში? იმიტომ რომ საქართველოში გაცილებით პატარა ბაზარია. და იქ ძალიან დიდი ბაზარია. ჩვენთან შეიძლება ბევრჯერ უკეთესი ბიზნეს პირობებია, მაგრამ იქ დებენ ფულს. და ამისი თქვათ გამოტოვება ამ პრინციპის ბევრს არაფერს მოგვიტანს. ყოველთვის იქ იწავა ფული, სადაც უკეთესი პირობები და ჯამი არის პირობების და არა მარტო ერთი რაღაცა რო გაქვს ეს არ შველის. და ბოლოს კიდევ ვაჭრობის თავისუფლებაზე დღეს ფაქტიურად მთელი მსოფლიო ჩაბმული ვართ დისკუსიაში ამერიკის შეერთებული შტატების იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მათ უნდათ ყველა ქვეყანასთან კონდეთ სარგებლიანი და სამართლიანი ვაჭრობა და ამას რომ მიაღწიონ, ცდილობენ რომ
დანერგონ მაღალი გადასახადები უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე შეერთებულ შტატებში. რამაც უკვე ბევრი ტარიფების ტარიფების ეგრეთ წოდებული ტარიფების ომი, ხო? რამაც უკვე ბევრ რაღაცა შედეგებს მიაღწია, რომელიც რა თქმა უნდა არ უნდა და არავის რომ მიღწე ასე წასულიყო საქმე, მაგალითად ეკონომიკის ზრდა შემცირდა შეერთებულ შტატებში, ამერიკული დოლარი გაუფასურდა და სხვა ქვეყნებშიც იყო შედეგები, ბევრი რამე გაძვირდა შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ. უფრო სხვა კუთხითაც შეიძლება შეხედო ამას არა მარტო სტატისტიკური კუთხით და ვთქვათ შემოსავლების შედეგების კუთხით, ეს არის ასევე ჩემი აზრით ის რომ რაც უფრო ვთქვათ გააღებ კარს და ყველასთან გექნება პარტნიორული მეგობრული ურთიერთობები, მით უფრო მეტი მეგობრული ურთიერთობები წამოვა იქიდან და ამას ეხება სწორედ ერთ-ერთი ანდაზა სახლის კარი გააღე და სხვისიც ღია დაგხვდებაო. ეს იმას ნიშნავს რომ შენ თუ შენ კარებს დაკეტავ და სხვებს შეუშლი შენთან ისინი დაგიკეტავენ კარს და მათ შორის ასევე რაც უფრო რთული მდგომარეობა ჩამოყალიბა პატარა ქვეყნებისთვის ის არის რომ ყველა ჩათვლის რომ შენ აღარ ახარ მოყვარე, მეგობარი, პარტნიორი, არამედ გახდი მტერი, იმიტომ რომ აღარ გინდა მასთან კეთილგონიერი, მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები. აი დღეისთვის შემიძლია თქვა რომ მე კიდევ შემიძლია გავაგრძელო ბევრი დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ბევრი შეიძლება ამაზე ლაპარაკი, საუბარი. მე იმედი მაქვს რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, კიდევ მოგვიწვია ეთერში და იმედია უარს არ მეტყვით. პატრიცემული ტელემაყურებლებო და YouTube მაყურებლებო და საიდანაც რომელ არხებზეც გადის ჩვენი გადაცემა. მე მგონია ძალიან საინტერესო საკითხია. ვიფიქროთ მსგავს საკითხებზე, რადგან ჩვენ წინაპრებსაც უფიქრიათ და ეს ყველაფერი გაკეთდებოდა მაშინაც და უნდა გავაკეთოთ ახლაც, იმიტომ რომ საჭიროა უკეთ დავინახოთ თუ როგორ მუშაობს ჩვენი სამყარო. მადლობა ყურადღებისათვის, ეს იყო გადაცემა ჩვენი სამყარო.